დაბასურამში აქტიური რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყოფილი კინოთეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზეკოტაში და კაკალათხევის დასახლებაში მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე დაბიძისა და წმინდა მარიამის ქუჩაზე გაკეთდა ასფალტ-ბეტონის გზის საფარი. როგორც ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვეფხია ბლიაძე ამბობს, მიმდინარე წელს სურამში განსაზღვრული და დაგეგმილი 8 ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მუნიციპალიტეტით ხელთარსებული რესურსებით, როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ხორციელდება პროექტები. ადგილობრივი და აღსანიშნავია ასევე ყოფილი კინოთეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს ჩუმათელეთის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 200 ბავშვზე გათვლით. მიმდინარე ობიექტების ჩაბარების შემდგომ აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩაზე ასფალტირებული და კეთილმოწყობილი იქნება ყველა მისი მიერთება და არსებული ჩიხები. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ დაბასურამში ფინანსური რესურსის შესაბამისად და საბიუჯეტო დაგეგმარებით განხორციელდა მრავალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გასულ წელს ტაბიძის ქუჩაზე განხორციელდა ასფალტო საფარის მოწყობა, ასევე წმინდა მარიამის ქუჩაზე ბეტონის საფარიანის გზის მოწყობა. ზეკოტაში და კაკალათხევის დასახლებებში ასევე მოეწყო თანამედროვე ტიპის ასფალტო ბეტონის საფარიანი საგზაო ინფრასტრუქტურა და მუნიციპალიტეტი აგრძელებს აღნიშნული პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელსაც. მიმდინარე წელს უკვე განსაზღვრული და დაკონტრაქტებულია 8 ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს არის აღმაშენებლის მეორე ჩიხი ლესელიძის ქუჩის პირველი მონაკვეთი, დადიანის ქუჩა და ასე შემდეგ.